მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, როგორ ახართ? დღეს გადაღებას ვიწყებ შუადღის 2 წუთებზე. დილიდან ვერ დავიწყე, იმიტომ რომ რო გაიღვიძა ლიზამ მალევე დაიძინა და დილის წილი და მეც დაძინება მომჭობინე. ზოგადად ლიზაზე მართლა ხშირად ვიძინებ, როცა იძინებს, იმიტომ რომ ჭკუა ვისწავლე და ლილეზე ესე არ ვიყავი. ლილეზე, რავი, რო ეძინა საქმეს ვაკეთებდი ხოლმე სულ და ლიზაზე ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავისვანო მაშინ, როცა მას ძინავს, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. დავიღვიძე შუადღისას ეხა რო დაიძინა და შევამოწმე ტელეფონი და ნინისგან დაამხვდა $50 thanks-ი, ანუ TP ვიდეოზე. არ ვიცი, ვუყურებდი ან ხო არ მეშლება მეთქი, იმიტომ რომ არ ველოდებოდი, მართლა არ ველოდებოდი ამ ხელა TP-ს ვიდეოზე. უღრმესი მადლობა შენ ამისთვის. ვიცი, ვინც ხარ ლაივებშიც ხედავ, როცა ვარ ჩართული და შემოდიხარ. თითოეული ცენტისთვის ძალიან დიდი მადლობა. გაიხარე, არ ვიცი, მადლობის მეტი რა მეთქმის, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამახარე, მართლა. მაგრამ ზოგადად არ მინდა მომღელა თანხები ხალხო. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არ არის საჭირო. ეს არის thanks-ი არის აი ესეთი წამახალისებელი ყველა იუთუბერისთვის, ვისაც უჩანს ეს ღილაკი და ვინც მოგწონთ. და ვისთვისაც გემეტებათ, აი ძალიან დიდი რამეა რა. აი როგორც ხარ, როგორ აგეხსნათ, როგორც რესტორანში მიმტანს, რომ TP დაუტოვო, ჩაი დაუტოვო, ხო? ძალიან წამახალისებელია, ძალიან სტიმულის მომცემია და უღრმესი მადლობა თითოეული ცენტისთვის, ვინც დაადონატეთ არხი და ვიდეო. უღრმესი მადლობა ნინ შენ და დანარჩენებს, ვინც გაუკეთეთ დონაცია ვიდეოს რა. მართლა ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ. ესე იგი, დაიწყება ვლოგი შუადღიდან. ხვალ ლილე აუცილებლად წავა სკოლაში, იმიტომ რომ თითქმის აულაგდა და ვეღარ ვხედავ უკვე აზრს რატომ ვაცდე ნინო ამდენი. ამიტომ დღეს უნდა გავამზადო, ვაბანაო და მოვაწესრიგო ყველანაირად და გავუშვა ხვალ სკოლაში. ხო? შეძად გაგიშვა. მისთვის ქალბატონი ახლა. ეხლა ვფიქრობ, ლაივი ჩავრთო, არ ჩავრთო, ძალიან დიდი ხანია არ ჩამერთავს ლაივი. გამოიწერეთ ჩემი Instagram არხი, ყველა ვლოგის ქვეშ ვტოვებ ლინკს და ვისაც სურვილი გაქვთ, გამომყევით Instagram-ზეც. და იქაც უშუალო კომუნიკაცია მაქვს ჩემს გამომწერებთან, იქ ძირითადად 95% ყველა YouTube-დან გადმოსულია და უშუალო კომუნიკაცია მაქვს ხოლმე ჩემს გამომწერებთან და ეს ძალიან სასიამოვნოა. არ ვიმატებ უსურათოებს, არ ვიმატებ იმ წამში შექმნილ გვერდებს და აი უცნაურ გვერდებს რა. რაც უფრო რეალურია გვერდი, კი ბატონო, ვეთანხმები, მაგრამ დანარჩენებს ესე უცნაურ ადამიანებს არ ვიმატებ. ფეიქებს რო ეძახიან, აი მსგავს გვერდებს არ ვიმატებ რა. ეხლა ნახეთ. ეს დივანი ხო აქ დგას. იქ ბავშვის სივრცე არის სათამაშო, ხო? მე რა თქმა უნდა ძალიან მალე მბეზრდება. ერთი იგივე განლაგება. ეს ტელევიზორი და ეს მინდა რომ აი აქეთ გადმოვდგა. ის სავარძელი მინდა რომ გვერდზე მივუდგა იქეთ და ეს დივანი მინდა რომ აი ესე ჩავდგა. ესე. და ბავშვის ხალიჩა ჩვეულებრივად დივნის წინ დავაფინო. არ ვიცი რა გამოვა, შეიძლება ძალიან მოაზრობა გამოვიდეს და ისევ ესე დავაბრუნო როგორც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდა მინდა, იმიტომ რომ მალე მბეზრდება ერთ და იგივე დგომა ავეჯის რა და რამდენი ხართ ეგრე დაწუნებული ვარ, ბევრი ხართ ეგრე. ეხლა პირველ რიგში მოვუწმინდა, გავამზადე ფადგის რაღაცა, ნახოთ რა გამოვა, განახებთ და თქვენც მითხარით მე რომელი ჯობდა. ესეთი გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში გარემო შეიცვალა და ცოტა ხანი ესე იქნება.
მე რომ მომბეზრდება რამოდენიმე თვეში მე ისევ შევცვლი. ლიზა დავაძინე დღის მეორე ძილი, თქო დიდი ხანია უკვე ძინავს, საათზე მეტია. ხო და გეგმაში მქონდა რომ გავალ მეთქი ახლა იქეთ ლილეს შევიყვან თქო დასაბანად, ბარემ სანამ დაღამდება ვაბანავებ და საღამოს უკვე მოშორებული მექნება თქო რა, იმიტომ რომ დღეს ადრე უნდა დაიძინოს და მეთქი ბარ. სანამ მე ლიზას ვაძინებდი, თურმე ამასაც დაუძინია და ძინავს ახლა. ხო და თუ შევატყერო ცოტა ძალიან გააგრძელა ძილი, გავაღვიძებ, იმიტომ რომ საღამოს ადრე ვაძინებ და მე აღარ დაიძინებს. თან აქეთ ორაგული მიდგას გასქურაზე, ორივეს უნდა ვაჭამო თევზი დღეს. ხო და ხვალე მეც ექიმთან მივდივარ, კბილის ექიმთან, ოღონდ ეს ამ ვლოგში რა თქმა უნდა არ იქნება, შემდეგ ვლოგში ალბათ იქნება ღვთისმწყალობით. და შემდეგ ვლოგში ნახავთ ორი კბილი მაქვს დასაპლომბი. ხვალვე არ ამგონია რომ დამიპლომბოს. უფრო ხვალ რენტგენს გადამიღებს და შეამოწმებს და მე დამიბარებს უკვე დასაპლომბად ალბათ. ან შეიძლება რაღაც მომხსნას ცოტა მოკლიბოს, არ ვიცი რა. რას იზავს, ნუ თქვენთან ერთად გავიგებ ხვალ. გადაღებითაც თუ შევძელი აუცილებლად გადავიღებ რაღაც მომენტებს მაინც და ნახოთ რა, ხვალ მოკლედ სტომატოლოგის დღე მაქვს ლილეს რო გამოვიყვანთ სკოლიდან, მე წავალთ უკვე მე დასოსო სტომატოლოგთან ბავშვებთან ერთად. ბავშვებს გარეშე ვერსად ვერასდროს უნდა დაველოდოს რომ გაიზარდონ. რომ მე იქნებ ოდესმე ეგ დღეს დადგეს რომ მე დასოსო სადმე მარტო გავიდეთ. ასე რომ დროულად უნდა დავიპლომბოთ, თორე ცუდ დღეში მაქვს ლილეს მერე ძალიან ლილეს მერე არა, ლიზას მერე, სახელები ერთმანეთში მერეო. ლიზას მერე კბილებზე კატასტროფა მჭირს. თუ რამე კბილი იყო დასაშლელი, ყველა კბილი დამეშალა. ამიტომ პლომბით უნდა მივეშველო, მანამ სანამ იმის საშუალება მექნება რომ კარგი კბილები გავიკეთო. აი დუდუდ. სანამ ბოსტნეული იხარშება. ძალიან მეზარება ამ საჭმლის გაკეთება, მაგრამ ფიზიკურად სხვას ვერაფერს ვერ გავაკეთებ. იმიტომ რომ სხვა რაღაცის ის ტომატი არ მაქვს, გუშინ დაავიწყდა სოსოს ტომატის ყიდვა, თორე ან მწვანელობიოს გავაკეთებდი, ან იმას რა ქვია სოკოს სუპს. ამიტომ რაც მაქვს ახლა იმას გავაკეთებ, სოსოსაც უყვარს ძალიან. ლიზა დაიცადე. აწეწილს გავაკეთებ მოკლედ. კანს სამწუხაროდ ვაცლი. საქართველოში ბადრიჯანს არასდროს არ ვაცლიდი კანს. ისე უწვავდი, მაგრამ აქაურ ბადრიჯანს კანი თუ არ გააცალე, აი საშინელებაა ხალხო, აი ცოცხი გიჭამიათ, რაღა ცოცხი გიჭამიათ და რაღა ბადრიჯანი. ამიტომ ეხლა ლიზა არ მაცდის ხმაურობს, ამიტომ ამას ვაკეთებ და პერიოდულად ჩაგერთვებით. ამ ხმაურში ხარ მგონია კომფორტულად გრძნობდეთ თავს. ჭურჭელს რეცხვა უნდა დამეწყო და რო არ გამანება თავი და ქვემოდან მეძახდა. ჩავურთე ჟოზე და აი ამ 4 მეტრის მოშორებით უყურებს ჟოზეს და ამით გადავატანინე ყურადღება ასე თუ ისე. ცოტა ხანი და ესე კუსავით როგორც კუ ისე დევს დაბლავ. ამასობაში ლიზას სუპიც გამზადდა და ბოლომდე მიირთვა ეს სუპი. ხოლო ეს როგორ მიირთვა მუკბანგი ლიზასგან, შემდეგი ვიდეო.
მოგწონს? კარგია? გემრიელია? ჰა? კი? Nile. Nile. Dite. შემდეგ ლილე ვაბანავე და უყურებდნენ ორივენი მულტფილმს. ამის ესეთ პოზაზე ვგიჟდები მომენტალურად, როცა უკან მოტრიალდება და ესე უყურებდა მულტფილმს. ძალიან მიყვარს აი ესეთ პოზაში. შემოტრიალი და უცებ გასწორდა. მარტო ხელებით ხო ხავს როგორც ხედავთ. ფეხებს აი ძალიან ისე რა, ანუ არ დგება მუხლებზე, აი ესე ხო ხავს. არ ვიცი თუ შეცვლის ამას, თუ ესე გააგრძელებს და მე ეგრევე ფეხს აედგავს, არ ვიცი, მაგრამ ესე უხუხავთ უკვე 7 თვიდან. To our newly redesigned Aluma step. This step's going to be perfect for all. როგორ ვეცხავ ჭურჭელს. აი როგორ პირდაპირ აი აქ აი ესე ვეცხავ ჭურჭელს. ეს კი ვაბანავე, მაგრამ ბადრიჯანის იმოსქენი რა ქვია, თხო დამარილებული მქონდა და ბადრიჯანი ხო დამარილებული მქონდა და ისიც გავწურე, სანამ ლილემ ეს ცოტა გამირთო, ის გავწურე ბადრიჯანი. ხო და ისა რა ქვია. მერე ვაბანავე ეს. ლიზა, ერთი წუთი პამპერს ნახე. პამპერს ჩავიცვათ, ხო? ლოლი ეს, აჰა ეს. ხო და გავწურე ის ბადრიჯანი და მერე ეს ვაბანავე. ჭურჭელი დავრეცხე, აუ, იცი როგორ ვარ ხალხო დაღრილი, აი საღამოობით ფინალი რომ მოდის, აი საღამოს სანამ უკვე ორივეს დავაცინებ. აი კატასტროფულად ვიღლები. რა გინდა, კაცო? მაჩვენი იღლები. ადე ხა 2 წამი, ჩაგაცვა. ეს გადაადგილება, ბევრი რაღაცა მოვასწარი დღეს, მაგრამ რა გინდა რა ბოლოში მე თვითონაც თავი მაქვს და საბანი. 1 წამი, გოგო. მე რას მიყურებ, კაცო? დედოფალივი ჩვენ ცხოვრობ, გენაცვალე. ნახე, ლილე მოვიდა, ლილე. და უძახეთე. აი. ლილე. მე მზობია ლილე.
ლილეკო? აი. ხო. გადმოტრიალდი. აჰა, всё. Papa me აჰა. ხალე მიდიხარ სკოლაში? ხო. გიხარია? ხო, როგორ არა? მალადეც, მერე? მიშველეთ, ხალხი არა ყავთ. სოსკა გავიკეთეთ და ცოტა დაჩუნდა. ვარწევდი ლიზას. რო არ მოგატყუოთ ალბათ ერთი კარგია კი, ძილნებისადე. მიყვარხარ ძალიან. კარგად ყველანი, კარგად დაიძინენ, თან ბავშვები. ხო და ერთი 40 წუთი ვარწევდი რო არ მოგატყუოთ რა. მაგრამ არ დაიძინა იმ რწევაში და ლილეს უნდოდა ნუთელიანი პური დავპირდი რომ მეთქი რომ შეჭამ საჭმელს მე მოგცემთქო და 11:30 იყო რომ გამოვედი ოთახიდან დაწეკითქო და მასაქნა რა დედაში ხო დამპირდია და წავუსვი პატარა ნაჭერს მეთქი ჭამე უცებ აი ამ ლაპარაკში ვარ ახლა სანამ ნუთელა წავსანამ ის და იმან თავისით მოინდომა ჩაძინება ლიზამ და აღარ შევედი აღარ დავარწიე რომ შევხედე აღარ მოძრაობდა ლოგინი აღარ დავუწყე რწევა რა და გამოვიდა რომ ერთი 40 წუთის მერე თვითონ დაიძინა ალბათ არ ვიცი ჯერჯერობით ჩუმად არის ლილე ცოტა ჩუმადე დაწეკი საბანი დაიფარე ოღონდ ხო გამოვიდა რომ მერე თვითონ ჩაიძინა როგორ ავარ ხოლმე იცით აი სანამ ლიზას ვაძინებ ხო შევიყვან და ვიძახი აი რო დავაძინებ, აი ამას გავაკეთებ, რო დავაძინებ, აი ამასაც გავაკეთებ, რო დავაძინებ, აი ამასაც და საბოლოო ჯამში რაც უფრო დიდხანს ვარწევ, მით უფრო იკლებს მე აი ამას გავაკეთებ, აი ამას თუ მაქვს 7 საქმეზე ნათქვამი, რაც უფრო ვარწევ, ჩამოვდივარ ერთ საქმეზე და ის ერთი საქმე ძანკეთდება ან არა, იმიტომ რომ ვიხლები, მეძინება 11 საათიდან უკვე მეძინება ხოლმე სიმართლე გითხრათ, მაგრამ სოსო რომ მოდის მე მაგ დროს ან საჭმელს ვაკეთებ, იმიტომ დღის მანძილზე მე როცა ლიზას ძინავს, ხშირ შემთხვევაში მირჩევნია რომ დავიძინო მეც. ვიდრე საჭმელი ვაკეთო და სასმელი. ვიდრე ვალაგო. ხშირ შემთხვევაში, თუმცა როცა ძინავს, მაშინ კი ვაკეთებ, მაგრამ ეს არ არის უმეტეს შემთხვევაში მეც მძინავს. ესე რო არ გამეკეთებინა, მე ღამეც მარტო ვარ და დღეც მარტო ვარ ბავშვთან. ესე რო არ გამეკეთებინა ეს 9 თვე, ხო, უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდი, ვიდრე ვარ ფსიქოლოგიურად. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ წინა ღამეს ყველაფერი მაქსიმალურად მოვითაო, ეს იქნება ჭურჭელი, საჭმელი, დალაგება, ასე თუ ისე რომ დილით რო ავდგები, მე არაფერი არ მქონდეს დილით ისეთი გასაკეთებელი. ეხა ხვალ უკვე ლილეს გავაცილებთ სკოლაში. მე თუ მეღვიძება ხო კაი მაგ დროს, თუ არა და სოსო ჩააცმევს, ეხა მე გავუმზადებ ტანსაცმელს ხვალისთვის და სოსო ჩააცმევს, თმებს ეხა ნუ მე რო ლამაზად უკეთებ ეგრე სოსო ვერ უკეთებს, მაგრამ არა უშავს. ხო და თუ მე მგონი რომ ავდგები ხარ, არ ვიცი, თუ მეღვიძა, თუ ლიზა ეღვიძა მაგ დროს ავდგები. ეხლა უნდა გავაკეთო აწეწილი. სოსო ალბათ შუაწვის პროცესში მომისწრებს და სოსოს გავაგრძელებინებ მე ამის შეწყვას და მე მანამდე მე აი ამ ვლოგს დავამონტაჟებ, თორე ძალიან დიდი დრო უნდა. ესეთი ამბები არა, ესეთი საღამოა. შეცვლილი ის ძალიან მომეწონა. თვალს სიამოვნა. რა იცით, სულ სახლში რო ვარ, უფრო ამარტივად მბეზრდება გარემო სახლში ავეჯის. ამიტომ კიდევ იმდენად ხშირად არ ვცვლი, ალბათ 2-3 თვეში ერთხელ ვცვლი. ხანდახან უფრო მეტი დროის შემდეგაც რა, უფრო დიდ შუალეს ვაკეთებ ხანდახან. მაგრამ აუცილებლად ვცვლი ხოლმე.
ეხლა რო გამოვა ამინდები, ადიელას წავიღებ. პარკში წავალთ ხოლმე დავაფენ იქ მინდორზე, თან ეხლა ხასხასა ბალახი. ამოვიდა და წი უფრო კიდე კარგად ამოვა და გავანიავებ ხოლმე გონებას. აუცილებელია. გავანიავებ გონებას აუცილებლად. ფიქრობ სოსოს რა გავაკეთებინო საქმე რომ მოვა. იმ შემთხვევაში თუ მე ბადრიჯნის შეწვა მოვასწარე, მაშინ სოსოს უსაქმოდ ვერ დავტოვებთ, აუცილებლად საქმე უნდა გავაკეთებინოთ. მოვიფიქრებ რა, შეიძლება ვანა მივალაგებინო, გავაწმენდინო. რაღაცა წვრილი აუცილებლად უნდა შეიტანოს. ნუ იატაკი არ არის მოსაწმენი, ჭურჭელი არ არის და სარეცხეგენი გავაკეთებ უკვე და რამის მოვუფიქრებთ, უსაქმოდ არ დავტოვებთ სოსოს არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში უსაქმოდ არ რჩება. წავედი ახლა ბავშვებო, უნდა ვუყურო, უნდა ჩავთო ეს ფილმი განახეთ ახლა. 2026 წლის არის. მაიკადრიმ დადო სხვათა შორის და არ ვიცი თქვენ რამდენად გაქვთ ნახე. დრამა ქართულად. აი ეს. მაიკადრიზე დევს და ჩავრთავ. შინაარსი ნორმალურია. თქვენ თვითონაც გადადით და ნახეთ. თუ მოგეწონებათ და მეც ჩავრთავ ახლა და ამ ბადრიჯნის შეწვის მომენტში ცოტა გავიხალისებ მდგომარეობას და თან შევწვალ ბადრიჯანს. თან ვლოგსაც გადავიღებ. ასე რომ წავედი. მაინც მე შევწვი ბადრიჯანი, სოსო ჯერ კიდევ არ მოსულა და მე შევწვის ბადრიჯანი, მაგრამ სოსო შეკმაზავს. თუ ვიმეს გონია რომ სოსო არაფერს არ გვაქვს. სოსო შეკმაზავს. მთავარი საქმე მე გავაკეთე შევწვი. მაგრამ ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ უკვე, უკვე ვეღარ ვძლებ 12:27 წუთია. ნუ ჩავთვალოთ 12-ის ნახევარია უკვე. მე უნდა მოუწეს შეგდე და დავწვე. ვლოგი ხვალ გაგრძელდება. ხვალ დაიდება შემდეგი ვლოგი რა მოხდება ხვალ. წავედი დაგემშვიდობებით. სურათი ამოვარდება სენგსხილაკის, თუ ვინმეს გიჩანთ სენგსხილაკი არ აქვს მნიშვნელობა დონაციას, არ აქვს მნიშვნელობა ტიპს, რამდენი იქნება, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები სტიმულისთვის. და ასევე გამოიწერეთ ჩემი Instagram არხი, რომელიც აღწერაშია დატოვებული ლინკი და გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ სარეზღილაკი. კომენტარებში კიდევ გელოდებით. კოცნის და დროებით შემდეგ შეხვედრამდე.